დედა შენი 2 საათია რეკავს. დაგიჟებულია ქალი. რა უნდა არიცი? რა უნდა უნდოდეს? სოფიკო მუსიკაზე არ დააგვიანოსო. ლადუმ და თამუნა მიმეცადინონო. სადილი მაცივარშიაო. მოკლედ დაგიდე ყურმილი, ნუ ვარ ჩამოეკიდები. დაგირეკავს ახლა დედა შენი. ხომ გაიგე? რამე მოხდა? არა. დედიკო მეზობელი გამომიგზავნა. უნდა რომ ვიმეცადინოთ. ყველას დიდხანს ელაპარაკებით. მეტი საქმე არა მაქვს. გოგო ზოგჯერ გაუვალ ხოლმე. ჩემ კაცო ბიჭებს არასოდეს. საერთო ენა ვერ გამოვნახე. ახალგაზრდა რომ ვიყავ? გაირა. შედარებით. თქვათ 16 წლის. მეც მეჯერა თო გოგონებთან საერთო ენის გამონახო. ანდა რა მქონდა საქმე? ახლა? ახლა? შე როგორ ფიქრობ? მე მგონი გაქვს. მეც ასე მგონია. სხვათა შორის, როდესაც ჩემ პირველად ხუთაათე, დამირეკო ნამოცამაზე. როდესაც ამოცანა? ხო, მე შენ მაინც მერე დარეკე. დადი აქედან. დადი მე თავი დამანებე. ხო, მე უკაცრავად ლევან. აი მე კარგი რა ლევან რა. არა, ესენი მოსვენებას არ მოგცემენ. მის მე ლევან. რა თქმა უნდა, დიდი ინტერესით. ხომ არ შევხვდით საერთოდ. მე ვეღარ შევხვდი. შეგეჩვიება? ხო, სხვათა შორის მეც. მაშინ რა ვქნათ? შევხვდეთ თუ გინდა. შენ თუ გინდა. რა ვიცი. ისე ყველა 25 წლის ბიჭი ქუჩაში წვერით შემგონია. თიქენი ხო დედილო აბა შენ რომ მიგიშა ხვალ დილამდე არ მორჩები და კიდევ ამოცანაზე უნდა დამირეკონ წუთი ხვალ საკონტროლო მაქვს შენ ეს ფეხებზე კიდია მე შენი ამოცანა უაზროდ ლოდინს ადექი და შენ თვითონ დაურეკე რომ მოისვენო და მეც მომასვენო ახ კაი ერთი რობია შენ თავს მიხედე სახლი კი არა საგიჟეთია ნამდვილი Da? Alo? Kismet. Ugatsavad, თამუნას თხოვეთ თუ შეიძლება. Hallo? თამუნა. ხო მე არ. Кайფიშა? რატო არ მეცნეო? წამოდი ახლა დავუკარი. ხო, მე შეიძლება ხმავა. La
არ შევხვდეთ ლევან, მართლა გინდა დაფიქრდი. მინდა და მე როგორ? მაგრამ არა. კი, როგორ არა, მაგრამ. გეშინია რომ ილუზიები გაგიქრება? ვაიდა ისეთი თუ არა ვარ როგორც შენს წარმოდგენებში. სიზმრებში. მაგრამ ჩვენი ინსტიტუტის საიდუმლო ცდების გამო ჩვენ თავს არ ვეგუთხი. სულ დაკავებული ვარ. იქნებ ერთი წლის მერე. უბრალოდ მაინტერესებს როგორი ხარ. ერთხელ რომ შევხვდეთ რა მოხდება? შევხვდეთ? ხო, მოდი დღესვე. ალო? გამარჯობა. მომეც მე მირეკავ. გასუხებ შენი მეზობელი მოპირდაპირეს სახლიდან. თქვენ გიორგი ქვიათ? საგვაგდა რა. სახელი ფრთოდია. მონებევა. ერთი თხოვნა მაქვს. შეგიძლია დამეხმარო. მე როგორ? შენ ალბათ ისიც იცი რომ მე მხატვარი ვარ. ხო და ძალიან მინდოდა შენი პორტრეტის დახატვა. ზუსტად ისეთი სახე გაქვს მე რომ მინდა. ორი სეანსი საკმარისი იქნება. რა უთხრა ახლა იმ ქალს? ეკა გამარჯობა. როგორ ახლა? მე კარგად. როგორ არა უცებ გიცა? წარმოიდგინე, მთელი დღე ავერდებოდი შენ სახლში. აი მე მონები ბოე. მაშინ ძალიან მომწონს. შენ მომწონს. მაშინ მომწონს. მაშინ დიდი ხანია. მომწონს. ნორმალური ხარ? წადია შენ მაინც თავი დამანებე. მე მხატვართან მივდივარ სეანსზე. წადი. ой მე. შენი ხელი როგორ არის? მოგისცა? ხელი უკეთაა, იგლია შემომივიდა რა. ხილისოდენა ჯერ არ მткиოდა. აუ რა ხდება რა? ეშოთა მткиვა ისე რომ უბედურება. არ ძირმა და რუინარია.
სურგულობისაგან ან ინფექცია რა იყო. გამარჯობა. წამოგძანე, წაგი. მოგაცრავა. თქვენ თამუნახო მარახ. დიახ. მე ლევანმა გამომაგზავნა. აი. თქვენ კი ჟურნალი გიჭირა. ასე მითხრა ხელში ჟურნალი ექნება. ბოლო წუთში ვეღარ შესძლო წამოსვლა და თხოვა რომ მე მის მეზობლად ცხოვრობ. ბოდიშ გიხდით, მეც. მე ყველაფერს თვითონ აგიხსნით. ტელეფონით. გადაიცით რომ საბოდიშო არაფერი აქვს. შემთხვევით გამოვიარე. დაკიდეთ ქალბატონო, ერთი მეც დამარეკინეთ. ვიღაც ჩაგვერთო ქეთო. 5 წუთით. მე დავკიდო ხო? უზრდელი. ვაი, ჩვენი ცოტა. ისმენ? რატო გამარჯობა? ვერ ვიცანი? ზეარჩილება. ზიარჩი. გამარჯობათ. მამა რო სამსახურშია? ვიცი ახლა ამერიკა. შენ ნაცნობი ყავს ატეში და იქნებ გახვიდე ჩემთან სახში. სულ დაკაებას იძლევა. გაშოვე ვიცი ერთ შოქ ტელეფონზე. დაგიდო ყურმილი, დაგირეკო რაღაც საქმე. კარგი. არ უნდა იყოს გაბნარებული სამსახურში. კარგი. ხო, კარგი. ხო, მამა. უკაცრავად ლადოს თხოვეთ თუ შეიძლება. მე ვარ. გამარჯობა. გამარჯობა. ვინ ლაპარაკობს? ეკა ვარ. ხო მითხარი ამოცანაზე დამირეკეო. ამოცანა. ხო, მართლა. გამოიყვანე? კი. თუმცა არა. მაშინ ჩაიწერ. თქვათ ABC მოცემული სამკუთხედია. BC გვერდის შუა წერტილი 4 აღნიშნოთ. მაშინ OB ტოლია OC-ში და OA ტოლია OD-ში. AC და DB სფერისა და DBC მკვეთისათვის ABC და DBO კუთხეები გონი მართლა იწერს. შიგაჯვარედინი კუთხეებია. მართლაც A და D წერტილები BC-ს მიმართ სხვადასხვა ნახევარში რა მოგივიდა? არაფერი. ყველაფერი გაიგე? კი. მაშინ წავედი. მოიცა. ეს მითხარი როგორ აღწნობ თავს? ცოტა გაციებული ვარ. სიცხემაც ამიცია შენ. დავიცი. მეც გავცივდი. ყელის მტკივა ცოტა. ალბათ გამივიდეს. მალე. იმედი მაქვს.
შენ ძალიან მომწონხარ ეკა. მოხვედე? შემოდი. ცოტა ხანი დამოვიდე, მე ახლა მოვა. კარგი? მოიწყენე. არა. ეს თქვენი ნახატებია? კი, აი ესენი ძველები. აი ეს ახალია. მოგწონს? მოდი აქ დაჭიქი. კარგად ზიხარ? კი. პეპსი კოლა გინდა? ისე როგორ გამაშაყები აივანზე? აი პეპსი კოლაც მოვიდა. გამარჯობა. მაიკო, გაიცანი. ეს ის ბიჭია. მე რომ გეუბნებოდი ჩვენი მეზობელი. მე და მაია კი ერთად ვსწავლობთ აკადემიაში. ცივია? კი. მანქარი ხო არ გინდა? არა. არც პეპსი კოლა? მე თუ მოგინდება მითხარ, ხო? შენ რა ქვია? სოფი. ой, სოფიკო? მე რომ ბიჭი მეგონე. ისე მართლა გასვიც არა? ხო, მაგრამ პატარა გოგო ყოფილი. ხო, კარგი ბავშვია? კი, გაითავი. ხო. ფანკარში ხატო? ხო, შენ? მეც. სანგინე გამეთავ. ჩანახატს აკეთებ? ხო, ესე მერჩევინი. მე არ გეზარება? არა, შენ ჯერ ჩანახატი გააკეთე. არა. არ მინდა. სოფიკო. ცოტა თავი აწიე რა. გისმენთ? ალო, თამუნა. ლევანი. ჩვენ შეხვედრას ბედი არ უწერი. ბოლო წუთში გენერალურ დირექტორთან დამიბარე. ისევ თათბირი. იმ ბიჭმა გადმოგცა ყვავილები. რომელმა ბიჭმა? ჩემთან ვიღაც 14 წლის ბავშვი მოვიდა. გონი 15 წლისაა. თუმცა ამას არ აქვს მნიშვნელობა. ეხლა რას აკეთებ? ანანასის კამპოტს გიახლებით. შენ? მე არაფერს. თათბირიდან დაღლილი დავბრუნდი. ჩავაქრე ყველგან სინათლე. ჩავხტე წყნარი მუსიკა. საყვარელ სიგარებს ვეწევით და აი, შენ გელაპარაკე. ვისვენ. რას აკეთებ მაგ მთელი დღე? მოიცა. კომპოტი გემრიელია. ძალიან. სხვათა შორის კუბაში ანანასის კომპოტი ჩვეულებრივი. შეიძლება ითქვას ყოველდღიური საჭმელია. როდესაც ჩვენი ინსტიტუტის გამოკვლევებზე გაგზავნილი ვიყავით ბერმუდის კუნძულებზე